ავსტრალია დღეს მორიგმა საზარელმა მკვლელობამ შეძრა. ქვეყანამ სიდნეის კოშმარის განელება ვერ მოასწრო, რომ ახალი ტრაგედიის შემსწრე აღმოჩნდა. ქალაქ კენსთის გარეუბანში პოლიციამ ერთ-ერთ სახლში 8 ბავშვის ცხედარი აღმოაჩინა. წლინახევრიდან 15 წლამდე ასაკის ბავშვები ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალნენ. საზარელი მკვლელობის მოტივი და მკვლელის ვინაობა უცნობია. 8 მცირეწლოვანი ბავშვის ცხედარს ავსტრალიის პოლიციამ შემთხვევით მიაგნო. სამართალდამცველებმა ცივი იარაღით მოკლული ბავშვები სახლში იპოვეს, როცა ინფორმაცია 34 წლის დაჭრილი ქალბატონის შესახებ მიიღეს და იქ მისულებმა სახლი გაჭრიგეს. გარდაცვლილი ბავშვებიდან ყველაზე პატარა წლინახევრისაა, უფროსი 15-ის. Look, at this stage we're looking at a range of different options. Ამ ეტაპზე ჩვენ რამდენიმე ვარიანტს განვიხილავთ. ამ დროისათვის ეჭვმიტანილიც არ ყავს. ფორმალურად არც ბავშვის იდენტიფიკაციაა ჩატარებული. ამ საქმეს დიდი სიფრთხილე სჭირდება. პოლიცია ტრაგედიის დეტალების ხმამაღლა თქმას არ ჩქარობს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ერთადერთი ცოცხლად გადარჩენილი ქალბატონის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ზოგიერთი ცნობით ის ბავშვების დედაა და პოლიციას გამოძიებაში ეხმარება. სამართალდამცველები მისი მონაყოლის შესახებ არაფერს ამბობენ. შემზარავი ამბავია, მე ის დღეს დილით ბავშვებთან ერთად ვერანდაზე დავინახე. ტრაგედიას ავსტრალიის პრემიერმა ტონი ებოტმა ენით აღუწერელი დანაშაული უწოდა. მიმდინარე კვირაში ავსტრალიაში ეს უკვე მეორე საზარელი შემთხვევაა. ქვეყანამ ჯერ სიდნეის კაფეში დატრიალებული კოშმარიდან გამოსვლა ვერ მოასწრო. პოლიციამ უკვე აღნიშნა, რომ კერნსის ინციდენტს ტერორიზმთან საერთო არაფერი აქვს.